გავხსნათ ჩვენი ტუნა თავის წვენიანად, პომის არაბიატა, კარგად გადავურიოთ და ეს ჩვენი соуს. ჩვენი პასტა ზადა. სალამი, დღეს ევროპროდუქტთან ერთად ვიმოგზაურებთ იტალიაში და მოვამზადებთ ერთ-ერთ ჩემ ყველაზე საყვარელ პასტას, ტუნათი და პამიდურის соусით და ვარდისფერი წიწაკით. და თვითონ ეს პასტა იქნება აი ეს ულამაზესი მაფალდინე, ერთ-ერთი საოცარი წარმოებელია, გრაგნანო და თვითონ რა არის განსხვავებული, რომ არის სომალინათი გაკეთებული და არის ხელნაკეთი პასტა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სხვა აბსოლუტურად განსხვავებულ გემოს აძლევს პასტას. ასევე ვისაც არ უყვარს ცოტა ესეთი რთული პასტის გამოყენება, შეუძლიათ ჩვეულებრივი, ესეთი სტანდარტული რიგატე, პენე გამოიყენოს. მე ეს უფრო მომწონს, იმიტომ რომ უხდება ეს პამიდურის соуსი, ცოტა ნაღებსაც გაუკეთებთ და რაღაცა განსხვავებულია და ძალიან ლამაზია, რაც მთავარია. გამოვიყენებთ სტერილ გარდას ნაღებს, დარდანელის ტუნას, ასევე ვალიოს ფორტეს პარმეზანს და პომის პამიდურის соуს. ეს არის არაბიატა, შეგიძლიათ კლასიკური პამიდურის соусიც გამოიყენოთ და ალჩენეროს პამიდურის და ბაზილიკის соуსი. ერთად ძალიან კარგი გამოდის. რა თქმა უნდა, სუჟის ბიო ზეითუნიზეც, ექსტრა ვირჯინს და ბელა კორტადინას შავ ზეთისხილს, რომელიც დაამრგვალებს ამ პასტის соуს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პასტის მოხარშვა სულ რამოდენიმე წესი აქვს. პირველი არის წყალი უნდა იყოს მარილიანი, როგორც ზღვა ამბობენ და კარგად უნდა დუღდეს. კარგად წაიკითხეთ ეტიკეტი და ნახეთ ყველა პასტას აქვს თავისი მოხარშვის წესი და იმას უნდა ენდოთ. პასტას არ ვტეხავთ და ველოდებით, რომ ეს თავისით ნელ-ნელა ჩაიშლება. 7 წუთი ამ კონკრეტულ პასტას, საშუალოდ ესე არის ყოველთვის 7-8, მაქსიმუმ 10-12 წუთი პასტის მოსახარშად და ზუსტად ეს დრო საკმარისი უნდა იყოს, რომ თქვენი соуსი მოამზადოთ. უცბად დავჭრია ნიორს. იტალიელებს, ისევე როგორც ქართველებს, ძალიან უყვართ ნიორი. მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელიც აი ამ რაოდენობით ნიორს იყენებდეს სამზარეულოში, როგორც იტალიელები და ქართველები. პასტასავით უნდა გავაკეთოთ და ანჩოუსი ერთად დავახუცმაცოთ. ჩვენი соуსის ბაზა იქნება. ზეითუნის ზეთი მოითუშოს. ამოურიოთ ხოლმე თქვენ პასტას. მოსობაში გავხსნათ ჩვენი ტუნა. აი ორი სახის ტუნა ავირჩიე. სხვადასხვა ტექსტურა იქნება соуსში. და პირდაპირ თავის წვენიანად ეს შემდეგში საოცარ соуს გააკეთებს. პომის არაბიატა და ალჩენეროს ბაზილიკა. კარგად გადავურიოთ და წამოვადუღოთ. ამასობაში ჩვენი პასტაც მოიხარშა, ჩვენი соуსი მზად არის. დაუმატოთ ცოტაოდენი პაპრიკა შებოლილი და ასევე წითელი ჩილი. ოდნავ დავაცხართ, დავამატოთ და ეს ჩვენი соуს. აი ნახეთ, რა გამოიყურება ჩვენი პასტა და აი ესე სულ რაღაც 7 წუთში, მართლა 7 წუთში და რა თქმა უნდა ბაზილიკი დავჭრათ ზვირფასი ზეთისხილი და ბაზილიკთან ერთად ზეთისხილიც. რა არის იტალიური პასტის მირთმევა იტალიური ღვინის გარეშე? დანაშაული. ამიტომ იტალიური ბოტეგა სავინიონ ბლანი მშვენივრად მოუხდება ამ ტუნას პასტას. პარმეზანი და ცოტაოდენი ბაზილიკი. ჩვენი პასტა ზადა. აბა, შემდეგ შეხვედრამდე.